მოკლედ ვიწყებთ მესამე ასე რომ ვთქვათ სერიას. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ ისევ და ისევ A სერიის სწავლებს, ესენი იქნება A1SP, A6SP და იქნება AO, ესეთი დასახელებებით ნობელ სპორტის სწავლები. ამ სწავლების ხმარების დროს, როცა ხელმისაწვდომობა გვექნება, აუცილებლად გამოვიყენოთ გრამების სასწორი, ასე რომ ვთქვათ, მილიგრამებს და გრამებს რო წონის ესეთი დაბალი კოეფიციენტის ასაწონის სასწორები. რადგან სხვანაირად რაღაც ეგრეთ წოდებული მერკებით ამ სწავლების ხმარება არ შეიძლება არანაირად. ესე იგი, ვიწყებთ A1SP სწავლის განმარტება. მოცემულობა გვაქვს ესეთი. ესე იგი, არის ნადირობისთვის ეს სწავალი, არასპორტული სროლისთვის, რადგან არის მაღალგრამიანი და ესე უწერია. კაფსულა არის გამოყენებული 12 კალიბრზე 686, ანუ წითელგულა კაფსულა არის გამოყენებული 1.77 წამლის დოზაზე 35 გრამზე. ეხლა აქ როდესაც არის მითითებული ეს დოზები, კიდე რა მინდა რომ დავამატო ჩემი მხრიდან, ჩემი გამოცდილებით 2 გრამით პლუს 2 გრამით მინუს ჭურვის მომატება, მოკლება ამ გრამაჟზე შეიძლება ოღონდ წამლის შეთავსებითობის მიხედვით, რომ ჩვენთვის სასურველი ჭურვი და ტყვია მივიღოთ, ასე რომ ვთქვათ რა. ეს ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე. წამლის დოზებით შესაბამისად უნდა ვათამაშოთ. ამას ჭირდება ტესტები და ბევრი თავის ტკივილი, ასე რომ ვთქვათ, თუ არ გვინდა ეს ბევრი თავის ტკივილი, ხო? მოცემულ სტანდარტებს დავეყრდნოთ, ვიმუშაოთ იმ დიაპაზონში და ყველაფერი იქნება კარგად. ასევე ჩვენ შეგვიძლია ამ სიმძლავრეების შესაბამისი სიმძლავრეებში ვიგულისხმე კაფსულების სიმძლავრეები. ანუ შეგვიძლია ჩვენ მოვძებნოთ ალტერნატიული კაფსულის სიმძლავრეები, რომლებიც გაგვიწევენ იგივე ნობელ სპორტის კაფსულის სიმძლავრეების დამება ეხლა ენა შესაბამისობას, ასე რომ ვთქვათ. ამნაირ მაგალითად 686 კაფსულის შესაბამისი, ანუ მწვანე-გულას კაფსულის სიმძლავრის შესაბამისი ჩვენ ბაზარზე ძირითადში არის ეგრეთ წოდებული CX2000 ლურჯი ლაკით ან ლურჯი გულით, ესე დავარქვათ. და აკეთებს აბსოლუტურად იგივე საქმეს, რასაც აკეთებს მწვანე-გულა კაფსულა და შეგვიძლია ამ კაფსულების ხმარება სპორტული წონებიდან 40 გრამამდე ჭურვებისთვის, ანუ 38 გრამის ჩათვლით. და იძლევა ჩვეულებრივ იდეალურ შედეგებს, არანაირი პრობლემა არ აქვს საერთოდ. ამიტომ არ შეგაშინოთ იმან, რომ ჩვენ თუ ეხლა ნობელ სპორტის კაფსულებს ვერ ვნახავთ, ბაზარზე რა კაფსულებიც გვაქვთ, იმით ამ წამლებზე რაღაც კარგ შედეგებს ვერ დავდებთ. ესეც არ არის საქმე. უბრალოდ ბრენდს აქვს გაწყობილი სისტემა და შეგიძლია მისი ყველა ეს კომპონენტი იხმარო, არ ეძებო ბევრი იქით-აქით და იყო ბედნიერი, მაგრამ ჩვენთან მაგის საშუალება არ არის, რომ ჩავეჭიდოთ ამ მოცემულობას, რომ ყველაფერი ერთი და იგივე ბრენდის გქონდეს. ეხლა გადავდივართ ჩვენ A6SP სერიის ნობელ სპორტის წამალზე, რომელიც წამალიც ეგრეთ წოდებული, რომელი დენთიც არის უკვე მაღალი გრამებისთვის, საკმაოდ მაღალი გრამებისთვის გამოყენებული. და აგერ ვნახავთ ჩვენ ახლა ქართულად ამის ანოტაციას რა ხდება. ესე იგი, A6SP ნობელ სპორტის გამოყენებული გვაქვს 12 კალიბრზე და მხოლოდ 12 კალიბრის მითითება აქვს ამ წამალსაც 686, ანუ წითელგულა კაფსულა გვაქვს გამოყენებული 1.73 35 გრამზე და აგრეთვე აქვს მითითება, რომ შეიძლება დატენო 1.75-ზეც, რომელსაც მოირგებს, ანუ ამ დიაპაზონში იძლევა კარგ შედეგებს 1.73-დან
1.75 წამლის დოზა და 35 გრამი არა ბოდიში მე შემეშალა 1.73 არის გამოყენებული 35 გრამზე და 1.75 წამლის დოზა არის გამოყენებული 36 გრამზე, ანუ 1 გრამიანი სხვაობა გვაქვს. და ამ 1 გრამიან სხვაობაში 0.02 გრამით წამალმაც მოიმატა შესაბამისად. ეხლა გადავედით A2 ტიპის დენტზე, ანუ ბოლო არის სიაში A სერიებში A2, AO, ანუ გრამაჟის მიხედვით მიყვება ზევი-ზევით ეს ყველაფერი. საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს A2 ტიპის დენტი და ჩვენ ვნახავთ ახლა ამას თუ რამხელა დიაპაზონს აკმაყოფილებს ეს ერთი წამალი, როგორც 12 კალიბრში, ისე 16 კალიბრში, ისე 20 კალიბრში. და თან საკმაოდ ისეთ ზომიერ და ძლიერ მუხტებზე არის ეს ყველაფერი მორგებული ბატონო ჩემო. გადავედით ახლა ჩვენ ქართულ თარგმანზე და ესე უწერია მოკლედ ამ ყველაფერს. პრაიმერი, ანუ კაფსულა 688 38-40 გრამებზე. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 48 გრამზეც უწერია 688 კაფსულა, ანუ მწვანეგულა კაფსულა, ანუ მაგნუმებზეც იხმარება ჩვეულებრივად. თავიდან თითქოს ცოტა სხვა რაღაცას ვამტკიცებდი, მაგრამ ისე მახსოვდა. მაგრამ ფაქტია, აი ცხრილი იმიტოა კარგი, რომ რაღაცაში ეჭვი რო გეპარება, აგერ გადაამოწმებ და სრულ ინფორმაციას ამოიღებ. ანუ 40 გრამის ჩათვლით 70 მმ-იან სავაზნეში ვეტევით შესაბამისი პიჟ-კონტეინერით, მხოლოდ 40 გრამის ზემოთ აუცილებლად გვჭირდება 76 მმ-იანი ვაზნა. ესეც მითითებულია აქ. და ეხლა უყურეთ რა ხდება. 16 კალიბრზე არის მითითებული უკვე 686, ანუ ესა წითელგულა კაფსულა და 20 კალიბრზეც არის წითელგულა კაფსულა მითითებული. ანუ წამლის დოზები ესე გამოიყურება. მწვანეგულა კაფსულა 12 კალიბრზე 1.90 უნდა მივცეთ 38 გრამზე, ისე მწვანეგულა კაფსულა და 40 გრამი ჭურვი 1.95 უნდა მივცეთ ესა რა ქვია ნომრის წამალი, რაზეც ვსაუბრობთ ახლა და 48 გრამზე 76 მმ-იან სავაზნეში 1.95 უნდა მივცეთ წამლის დოზა, 48 გრამ საფანძე უნდა მივცეთ 1.95, ისე ვიმეორებ. 16 კალიბრზე უწერია 28 გრამზე 1.55 წამლის დოზა, 20 კალიბრზე უწერია 1.45 28 გრამზე. ანუ 1.45 არის წამლის დოზა, 28 გრამი არის საფანტის წონა. ეს არის 20 კალიბრის მოცემულობა. ეხლა ამას აქვს ქვეგან მარტებები, სადაც ჩვენ ამ მოცემულობებზე, ანუ ამ ასე რომ ვთქვათ, გრამაჟებზე ეხლა რაც გავიარეთ აქ, ხო, ატმოსფერული წნევა რა გვაქვს და სიჩქარე რა გვაქვს, აი იმ ცხრილსაც ჩავხედავთ და უფრო სრულყოფილად გავიგებთ ამ ყველაფერს და კიდე ერჯერ გავიმეორებთ ამ წამლის დოზებს. ქვეგანმარტება კი გამოიყურება ესეთნაირად, ჯერ დავდოთ უცხოური ცხრილი, ასე რომ ვთქვათ, იქნებ ვინმეს ესეც საინტერესებდეს და დავიწყოთ შეფასებები, რას გვეუბნება ეს კონკრეტული ცხრილი ახლა ჩვენ. 12 კალიბრი 70 მმ-იანი სავაზნე, მწვანეგულა კაფსულით, 1.90 წამლის დოზას ვაძლევთ, 38 გრამ ტყვის საფანტზე, ვტენით ანუ პლასმასის პიჟ კონტეინერით, ვაკეთებთ ვარსკვლავურ დახურვას და ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს 405 მეტრწამს სიჩქარეს და 900 ატმოსფეროს ლულის წნევას. აი ამ ხელაზე ადის უკვე 38 გრამზე ეს ატმოსფერული წნევა. შემდეგ ისევ 12 კალიბრი, ისევ 70 მმ-იანი სავაზნე, ისევ მწვანეგულა კაფსულა
და უყურეთ რა არის საინტერესო, ისევ იგივე ფაქტს წავაწყდით, რომ უფრო დიდ დოზაზე, უფრო პატარა წამლის დოზა გვაქვს მიცემული. 1.85 წამლის დოზა უნდა მივცეთ 40 გრამზე. როცა წეღან 38 გრამზე გქონდა მიცემული 1.90. მიხვდით? 38 გრამზე 1.90 დოზა უწერია, 40 გრამზე უწერია 1.85 დოზა. აი ესეთი საინტერესოა მოკლედ ეს წამლები. ვაგრძელებთ. შემდეგ ჩვეულებრივ ვდებთ პლასმასის პიშ კონტეინერს, ხურავთ ვარსკვლავური დახურვით და სიჩქარე გვაქვს 380 მეტრწამი და 950 ატმოსფერულ წნევაზე ადის ლულის წნევა. აი წონის გაზრდამ და ტყვის წონის გაზრდამ და წამლის წონის დაკლებამ მაინც გამოიწვია უფრო მაღალი ატმოსფერული წნევა. ამას მიაქციეთ ყურადღება, რომ რატო უნდა გავუყვეთ ამ კოეფიციენტებით ტენვის პრინციპს. შემდეგ 12 კალიბრზე უკვე 76 მმ-იან სავაზნეში ისევ გვაქვს მწვანეგულა კაფსულა 1.95 წამლის დოზით 48 გრამი, ისევ პიშ კონტეინერი პლასმასის და გვაქვს 390 მეტრწამი ტყვის სიჩქარე და 925 ატმოსფერულ წნევაზე ადის ლულაში საერთო წნევა. 16 კალიბრზე 70 მმ-იანზე გვაქვს წითელგულა კაფსულა 686 ნუმერაციით 1.55 წამლის დოზა 28 გრამზე. აქაც ვიყენებთ პლასმასის პიშ კონტეინერს, ვხურავთ ვარსკვლავურად და სიჩქარეს ვღებულობთ 395 მეტრწამს და ატმოსფერული წნევა გვაქვს 720 ატმოსფერო ლულაში. 20 კალიბრზე 70 მმ-იან სავაზნეში გვაქვს 686 კაფსულა, ანუ წითელგულა კაფსულა, 1.45 წამლის დოზა 28 გრამზე, რაც იყო 16 კალიბრის შემთხვევაში. ოღონდ 20 კალიბრიანში წამლის დოზა გვაქვს უფრო პატარა და ტენით პლასმასის პიშ კონტეინერით ხურავთ ვარსკვლავით, სიჩქარე გვაქვს 400 მეტრწამი, მაგრამ ატმოსფერული წნევა გვაქვს 800 ბარი ლულაში. აი მცირე კალიბრიანში რამხელაზე ადის ესეთი წამლების მოხმარების დროს წნევა და რატო მოიგონეს 12 კალიბრი, რომ ეს წნევები დაბალანსებულიყო. ეხლა გადავდივართ მოკლედ უცხოური ცხრილი არ გადავთარგმნე, იმიტომ რომ ეს უკვე ხრახნულულიანების თემაა და ისინი ჩვენზე განათლებულები არიან ამ საქმეში და გაცილებით უკეთესი ცხრილები აქვთ. კიდევ უბრალოდ წარმოდგენისთვის მინდოდა მეთქვა თქვენთვის, რომ A2 ტიპის წამალს შეუძლია ხრახნულულიანების ყველა ტიპის იარაღის დატენა, როგორც ფისტალეტების, ისევ საკმაოდ მსხვილ კალიბრიანი ხრახნულულიანებისაც და აქ დააკვირდით დასახელებებს, კალიბრებს და მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი ესია. და აქ პირდაპირ გვაქვს ნაჩვენები, რომ 222 კალიბრის ვაზნების დატენვა შეიძლება ამ წამლით, 764 კალიბრის დატენვა შეიძლება ამ წამლით, 308 კალიბრის დატენვა შეიძლება ამ წამლით. აი ესეთი დიდი და ფართე დიაპაზონი გააჩნია ნობელ სპორტის AO სერიას, რომელიც მოიცავს ასე რომ ვთქვათ, მაღალგრამიანებს ლულაში და მსხვილ კალიბრებამდე ხრახნულულიანებში წვრილი კალიბრიდან დაწყებული. ესეთი საინტერესო ტიპის წამალია, მოკლედ ეს ჩვენი AO სერიის წამალი.